ეს ფილიპ ჰერმოგენეს კალდერონის ნამუშევარია, რომელიც მან 1859 წელს შექმნა. სურათზე მხატვარმა ახალგაზრდა მშობლები გამოსახა, რომლებმაც მრავალხნიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ქალიშვილი იპოვეს. თეთრ სამოსში გამოწყობილი პატარა გოგონა წლების წინ გაიტაცეს. ის მოხეტიალე მუსიკოსებთან, მოცეკვავეებთან და მომღერლებთან ერთად გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში ის მათთან ერთად სხვადასხვა წარმოდგენაში იღებდა მონაწილეობას. მაყურებლის წინაშე გოგონა იმ დაირით გამოდიოდა, რომელიც მას მარცხენა ხელში უჭირავს. უკან გამოსახული ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც გოგონას გატაცებაში აიჭმიტანილი, ესესაა დააკავა შავ სამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა. მომხდარს ინტერესით აკვირდება ფარდის მიღმა მდგომი მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ სახე მოუჩანს. პატარა გოგონა, რომელიც წლების მანძილზე ოჯახიდან, მშობლებისგან შორს იზრდებოდა, ვერ ხვდება რატომ იკრავს მას გულში უცხო ქალბატონი და რატომ შესცქერის სიყვარულით მათ სიახლოვეს გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი. კალდერონის ეს ნამუშევარი ამჟამად კერძო კოლექციაშია დაცული.